იქმენ მოწაფე ქრისტესის საღვთოთა მოციქულთა კრებული სათანაზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომა გამოიძიე და მისი საყოვლად პატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოლადქებულო და აც გვითხოვე ჩვენ მშვიდობა და დიდი წყალობა. დღეს ახალი სტილით 19 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა და ყოლადქებულ მოციქულ თომას. წმინდა თომა მოციქული მაცხოვრის 12 მოწაფეთაგანი გალილეის ქალაქ პანსადაში დაიბადა და მეთევზეობით ირჩენდა თავს. როცა იესო ქრისტეს ქადაგება მოისმინა, ყველაფერი დაუღდება და სიხარულით შეუდგა მას. წმინდა წერილი გვამცნობს, რომ თომა არ ერწმუნა სხვა მოციქულთა მონათხრობს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. უკეთ უარა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჯვალთაი და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასად ამრწმენეს. აღდგომიდან მერვე დღეს მაცხოვარი თომასაც გამოიცხადა და მიმართა. მოყვენ თითნი შენნი და იხილენი. დარწმენილმა და რწმენით აღსილმა მოციქულმა სიხარულით თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამის შემდეგ წმინდა თომა ღვთის მადლით მოშორნეობით აღივსო. უფლის ზეცა დამაღლების შემდეგ მას წილად ხვდა ჭეშმარიტი სარწმუნოება ეკადაგა ინდოეთში. მანამდე წმინდანი ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა და იქ მეფის ასულის ქორწილში მოხვდა, სადაც სასწაული აღასრულა. მეფემ იხილა რა ეს მოციქულს თხოვა და ელოცა ახლად დაქორწინებულმა. თომამ დალოცა ახალგაზრდები და ილოცა მათთვის. ძილში ცოლ-ქმარმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოიცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. თუ კი ქალწულებას დაიმარხავდნენ, უფალი მათ ზეციურ გვირგვინებს სპირდებოდა. სიხარულით აღსილი ახლად დაქორწინებულები ასეც მოიქცნენ. მათ რამდენიმე ხნის შემდეგ თომა მოციქულს ინდოეთში ჩააკითხეს და მოინათლნენ. წმინდა მოციქულმა ინდოეთში უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს ჯულზე. უდიდესი დამცირება, გვემა და ტანჯვა დაითმინა უფლის მოწაფე მეფისაგან, მაგრამ ღვთის განგებულებით მმართველმა ირწმუნა თომასი, შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, დილეგიდან გაათავისუფლებინა მოციქული და სიხარულით მოინათლა ძმასთან ერთად. ინდოეთის ქალაქ მელიაპორში უდიდესი სასწაული აღასრულა წმინდა თომა. ერთმა წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი უფლის მოციქულს დასდო. განრისხებულმა ხალხმა მისი დასჯა მოითხოვა. წმინდანმა აღუთქვა ბრბოს, რომ უფლის სახელით მიცვალებულს ათქმევინებდა თუ ვინ მოკლა. მართლაც აღსრულდა სასწაული. თომამ მიმართა მიცვალებულს. უფლის სახელით გიბრძანებ ჭაბუკო თქვა, ვინ მოგკლა. მიცვალებულმაც მაშინ მეხმა გასცა. მამა ჩემმა მოკლა. ამის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. მელიაპორში წმინდა მოციქულმა ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის მმართველის მეუღლე და მისი ვაჟი. ამისთვის განრისხებულმა მეფემ მუსდიმ სასტიკი სატანჯვალები მოუვლინა თომას. ხანგრძლივი გვემის შემდეგ მეფემ 5 მხედარს გადასცა მოციქული და უბრძანა შუბებით განეგმირვეთ იგი. ქრისტიანებმა დიდი პატივით დაკრძალეს იგი. წმინდა თომას უხრწნელი ნაწილები ინახება ინდოეთში, უნგრეთსა და ათონის მთაზე. თავის ქალაქი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცოს და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.